that made their choice and in a free environment, and nobody can claim that they had no choice, they had no possibility. Stari, ასე შეფასა ფაქტმეტრმა მაკა ბოჭორიშვილის ეს განცხადება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომიტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნების განლაგების გამო. საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ეუთო ოდირს იმის დასაზუსტებლად მიმართა, დაკვირვების შემთხვევათა საშუალოდ რამდენ პროცენტში იყო შესაძლო დარღვეულიყო ხმის ფარულობა. ვინაიდან ეუთოს დასკვნაში მოცემული რიცხვების მექანიკური დაჯამება მათ შორის შესაძლო გადაქვარის გამო, მათემატიკურად არ შეიძლებოდა. საფასუხო წერილით ეუთო ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაქვარის გამო ნამდვილად არ შეიძლება და მისივე თქმით, ხმის ფარულობის კომპრომიტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო უბნის განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება და ასე შემდეგ, ხმის ფარულობის სხვა საკითხები, ან მათი კომბინაცია დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებით პრობლემები დაფიქსირდა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით, მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2007 წელს იღებს რეზოლუციას, რომელშიც წერს, რომ ხმის ფარულობის უზრუნველყოფა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკვანძო ასპექტია და დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ამომრჩეველთა ანონიმურობა, ასევე ელექტრონული კენჭისყრის დროს მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოფა. ეუთო ოდირის ანგარიშში ყურადღება ასევე გამოხვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, მოწყვეტილი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. უფრო მეტი დეტალი თუ რა დაწერა ეუთო ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე მცდარი ასე შეფასა ფაქტმეტრმა მაკა ბოჭორიშვილის ეს განცხადება, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.